მე მინდა წარმოგიდგინოთ ინფორმაცია დღეს დილის 9 საათზე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. არჩევნებამ 7 გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება. დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნებზე, არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და რა თქმა უნდა პროფესიულ დონეზე უზრუნველყოთ არჩევნების ორგანიზება. მინდა მადლობა გადაუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 30 ოქტომბერს ღამესვე 22 საათიდან დაიწყო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება ვებგვერდზე results.cec.gov.g. უშუალოდ CSCO-ში მიმდინარე შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლირება ხორციელდებოდა CSCO-s საიტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით და რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. 30 ოქტომბრის 24 საათისთვის ღამესვე 12 საათზე კი CSCO-s ოპერატორების მიერ დამუშავებული იყო და დათვლილი შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი 1250 უბნის მიხედვით და პირველი წინასწარი შედეგებით შესაბამისად ამ დროისთვის გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ახალციხეში, მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულისა და ბოლნისში გამგებლის რიგარეში არჩევნების მეორე ტურისა და ასევე ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულო შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. ამ მომენტისთვის უკვე დათვლილია ყველა უბანი. წარმოგიდგენთ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგებს ყველა 50 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით 2229 საარჩევნო უბნიდან. შედეგები შემდეგია. ნომერ 1 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 ნიკოლოზ რურუა 32.42%. ნომერი 42 სალომე ზურაბიშვილი 67.58%. ნომერი 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ელენე ხოშტარია ნომერი 5 24.58%. ნომერი 41 ბიძინა გეგიძე 75.52%. ნომერი 6 მაჟორიტარული ოლქი ნომერი 5 სევდია უგრეხელიძე 20.73%. ნომერი 41 ლევან გოგიჩაიშვილი 79.27%. ნომერი 7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ნომერი 5 ირაკლი აბესაძე 27.1%. ნომერი 41 ბექა ოდიშარია 72.9%. როგორც უკვე მოგახსენეთ, რაც გამოვაცხადეთ, ამ შემთხვევაში ყველგან ლიდერობს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. შემდეგ ნომერი 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ნომერი 5 გიორგი ონიანი 25%, ნომერი 41 ირაკლი აბუსერიძე 75%. ნომერი 9 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ნომერი 5 ბესი კვიციანი
25,39%, ნომერი 41 დავით ჭიჭინაძე 74,71%, ნომერი 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ზაზა კედელაშვილი 26,4%, ნომერი 41 ბექა ნაცვლიშვილი 73,6%, ნომერ 11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ირაკლი ნადირაძე 26,64%, ნომერი 41 გიორგი მოსიძე 73,36%, მე-12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 დათო ჟღენტი 29,6%, ნომერი 41 მარიამ ჯაში 70,4%, ნომერ მე-13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი ხახნელიძე 24,7%, ნომერი 41 შოთა ხაბარელი 75,93%, ნომერ მე-15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 დავით ნაფეტვარიძე 23,94%, ნომერი 41 ზაზა პაპუაშვილი 76,6%, ნომერ მე-16 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ირაკლი დვალი 23,3%, ნომერი 41 ივლიანე წულაია 76,7%, ნომერ მე-17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ნომერი 5 მურმან თხელიძე 22,47%, ხოლო ნომერი 41 სოფიო კილაძე 77,53%, ნომერ მე-18 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 მამუკა გუგეშაშვილი 26,84%, ნომერი 41 მიხეილ ყაველაშვილი 73,16%, ნომერ მე-19 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ლერი დემეტრაშვილი 29,1%, ნომერი 41 ზაზა გაბუნია 70,99%, ნომერი 20 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 ალექსანდრე ჩაფიჩაძე 28,32%, ნომერი 41 კობა კობალაძე 71,78%, ნომერ 21 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 სერგო რატიანი 30,25%, ნომერ 41 ლევან კობიაშვილი 69,75%, ნომერი 22 საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი ბარამიძე 26,96%, ნომერი 41 ლევან კობერიძე 73,4%. ამ შემთხვევაში მე უკვე გამოვაცხადე თბილისში არსებული, დედაქალაქში არსებული ყველა მაჟორიტარული ოლქის შედეგი და ეხლა გადავდივართ კონკრეტულად მუნიციპალიტეტებში არსებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე. ნომერი 23 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ზურაბ ჭიაბერაშვილი 20,82%, ნომერი 41 რომან მუჩიაშვილი 79,18%, 24 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი ღვინიაშვილი 21,46%, ნომერი 41 დავით სონღულაშვილი 78,54%, 26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გურამ კაკალაშვილი 24,53%, ნომერი 41 გურამ მაჭარაშვილი 75,57%, 27 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი ბოტკოველი 30,54%, ნომერი 41 ირაკლი სესიაშვილი 79,46%, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 შაქრო ტერტერაშვილი 26,17%, ნომერი 41 გელა სამხარაული 73,83%, ნომერ 29 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 მამუკა ჩიქოვანი 27,75%, ნომერი 41 პაატა მხეიძე 72,25%, 30 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 დავით კირკიტაძე 32,53%,
ნომერი 41 გიორგი ბეგაძე 67.57%. 36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 აკმამედ იმამკულიევი 27.85%. ნომერი 41 თამაზ ნავერიანი 72.15%. 37 საარჩევნო ოლქი, ნომერი 41 დიმიტრი ხუნდაძე 50.11%. ნომერი 42 ცეზარ ჩოჩელი 49.89%. 39 საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ნუგზარ ნონიაშვილი ეს გახლავთ 24.8%. ნომერი 41 ირაკლი მეზურნიშვილი 75.92%. 41 საარჩევნო ოლქი, ირაკლი ალასანია ნომერი 27 15.4%. იოსებ მაკრახიძე ნომერი 41 84.96%. 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ბადრი ბასიშვილი 26.7%. ნომერი 41 თენგიზ ხუბულური 73.93%. 43 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 19 სიმონ ნოზაძე 61.55%. ხოლო ნომერი 41 ვალერი გელაშვილი 38.45%. 44 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ვაჟა ჩიტიშვილი 30.17%. ნომერი 41 გიორგი კოპაძე 69.93%. 47 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი თევდორაძე 30.75%. ნომერი 41 გენადი მარგველაშვილი 69.25%. 48 საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 აკაკი ბობოხიძე 24.72%. ნომერი 41 დიმიტრი მხეიძე 75.28%. 49 საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 გიორგი წერეთელი 32.77%. ნომერი 41 კობა ნარჩემაშვილი 67.33%. მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 51, ნომერი 5 გიორგი რობაქიძე 27.19%. ნომერი 41 კობა ლურსმანაშვილი 72.91%. 52 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 ბეჟან ბუცხრიკიძე 21.37%. ნომერი 41 შალვა კიკნაველიძე 78.73%. 56 მაჟორიტარულ ოლქს რაც შეეხება ნომერი 27 თეიმურაზ გაფრინდაშვილი 36.6%, ხოლო ნომერი 41 სულხან მახათაძე 63.94%. მე-60 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 41 ნინო წილოსანი 74.76%. ნომერი 43 აკაკი ჩხეიძე 25.24%. 61 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 ბექა ბასილაია 24.57%. ნომერი 41 ირაკლი ხახუბია 65.53%. 63 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 კობა ნაყოფია 24.7%. ნომერი 41 ირაკლი ბერაია 65.3%. 64 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 მამუკა ჭოხონელიძე 29.28%. ნომერი 41 ირაკლი ბერაია 70.72%. 65 მაჟორიტარულ ოლქში, ნომერი 5 ლევან კონჯარია 29.83%. ნომერი 41 მერაბ ქვარაია 70.17%. 66 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 სანდრა ელისაბედ რულოვსი 28.91%. ნომერი 41 ედიშერ თოლორაია 71.9%.
100%. 77 მაჟორიტარული ოლქი ნომერი 5 ლევან ქარდავა 31.44%, ხოლო ნომერი 41 გოგა გულორდავა 68.56%. 72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ჩვენ უკვე გადავედით აჭარის რეგიონში, ნომერი 5 მირდატ ქამადაძე 31.87%, ნომერი 41 ფატი ხალვაში 68.13%. 79 მაჟორიტარული ოლქი, ნომერი 5 გიორგი კირთაძე 30.78%, ნომერი 41 ლევან ბეჟანიძე 69.22%. 70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 თეიმურაზ დუმბაძე 28.72%, ნომერი 41 მუხრან ვახტანგაძე 61.28%. 71 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 ჯანსუღ ჯინჭარაძე 28.68%, ნომერი 41 კობა ნაკაიძე 71.32%. და ბოლოს 72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ნომერი 5 მიშა ბოლქვაძე 27.85%, ნომერი 41 ილია ნაკაშიძე 72.15%. როგორც ნახეთ, 50-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის ძალიან დიდ უმრავლესობაში ლიდერობს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატები წინასწარი მონაცემების მიხედვით. ერთ შემთხვევაში ეს გახლავთ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი ოლქი ნომერი 1 აქ ლიდერობს დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო ნომერ 53 ოლქში ლიდერ პოზიციას იკავებს თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს კანდიდატი. ამავდროულად მე მინდა ასევე გაგაცნოთ წინასწარი შედეგები, რომელიც შეეხება არჩეულ მერს, ეს გახლავთ ნომერი 37 ოლქის ახალციხის მერობის კანდიდატების შედეგები, ნომერი 5 ირაკლი ერეკლიშვილი 36.78%, ხოლო ნომერი 41 ვლადიმერ ზედგინიძე 63.22%. ამავდროულად წარმოგიდგენთ გამგებლის არჩევნების ნაწილში შესაბამის წინასწარ შედეგებს, ნომერ 23 ეს გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ნომერი 5 ტრისტან ბერიძე 4.74%, ნომერი 41 დავით შერაზადიშვილი 95.26%. ხარაგაული ნომერი 52 ოლქი, ნომერი 5 თამაზ ლომიძე 23.8%, ნომერი 41 ნიკოლოზ თოფურიძე 76.2% და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ნომერი 67 ოლქი, ნომერი 5 ბესიკ გაბუნია 30.37%, ნომერი 41 ლაშა გოგია 69.63%. და კიდევ ერთი არჩევნები, რომელიც ასევე ჩატარდა პარლამენტის არჩევნების მეორე ტურთან ერთად 30 ოქტომბერს, ეს გახლავთ საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც ჩატარდა ლაგოდეხსა და სენაკში და მე წარმოგიდგენთ ამ კონკრეტული არჩევნების წინასწარ შედეგებსაც. ნომერ 15 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ადგილობრივ საარჩევნო ოლქში, ეს გახლავთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, წინასწარი შედეგების შემდეგია, ნომერი 1 გახლავთ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის, ჯემალ მაჭარაშვილი 16.77%, ნომერი 5 გიორგი მოსეშვილი 28.53% და ნომერი 41 ვაჟა კობერიძე 54.8%. რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტს და 6407 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ყავდა ორი კანდიდატი, მათი წინასწარი შედეგების შემდეგია, ნომერი 5 ვასო ჯანაშია 34.39% და ნომერი 41 ზაზა ლაშქარავა 65.71%. როგორც ნახეთ, როგორც მერის, ისე გამგებლის და ასევე საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც წინასწარი შედეგებით ლიდერობს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, ლიდერობენ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატები.
მე ასევე მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ, რომ წინასწარი შედეგები ჩვენ ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს წინასწარი შედეგების დამუშავება. ეხლა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესები, რა თქმა უნდა, საოლქო საარჩევნო კომისიებში და გაგაცნობთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ამ დროის მონაცემებით ოლქებში, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი. რა თქმა უნდა, საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ, პროცედურულ საკითხებს და მოთხოვნების ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ასევე საჩივრების დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონშესაბამისად და ყველა პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მე-11 დღის საოლქო საარჩევნო კომისიები მაჟორიტარულ ნაწილში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია არაუგვიანეს მე-19 დღისა შეაჯამებს საბოლოო შედეგებს მეორე ტურის გათვალისწინებით 8 ოქტომბრის არჩევნებისა და 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით საბოლოო შედეგებს და შესაბამისად ეს იქნება დასრულება მთელი არჩევნების. დიდი მადლობა.